ალამაზია, აქაურობა. აი ჯიგარი მომესალმა. აქ სხვათა შორის ხშირად ესალმებიან ბაიკერები ერთმანეთს. ჯერ ყოველ შემთხვევაში არ გამივლია სადმე სადაც ან ხელი ან ფეხი ან რა თავი ან რამე არ ამიწია მოკლედ ვინმე. ალამაზია, ბიჭო, ამ ხელა შენობები. Hello. How old is it? How old is it? 2001. 1. Perfect. Very nice. Magari jeżebi arja. Cartoeli, carto. Ai, გადაგეკვე. როგორ ახლა? თავად როგორ ძანდები? კარგად, აქ არ დაგვაჯარიმი, წამო, დავწევი. წამო. ობა, როგორ გზავრი, ძალიან მაგრად. ნაყოფილები. ვა, ძალიან გაასწორა, ქართველის ნახომ ძალიან გაასწორა. წერდი მაგას, кайხანია, მაგრამ ხო. თქვენი ხა იხელა მოგზაურობაში და ტურში ხარ. მონაწერია დღის განმავლობაში, რომ აი მე ნახვასაც აზრია. მადორმე. ძალიან გაასწორა. მაგრამ გამიხარ. მე ძალიან გამიხარ. ენა გულით მინდა, ხო იცი მის ეძებს თავისთავად. აი, ეხა ვარ ვენის ცენტრში. ძალიან გემრიელად აქ მიგვიპატიჟა, აგერ გამარჯობა გენაცვალი, გამარჯობა. არ ღირდა გაჩერება არ იყო მთლად გემრიელი ლუდიდან გემრიელი საჭმელი, მაგრამ ჯანდაბას ეხარა ხალხ თქო გავჩერდით და არ გვიჭამია ჩვენ ეხა არაფერი არ გვიჭამია. ვიჯექით უბრალოდ უყურებდით როგორ მიირთმევდა და გამოვედით ეხა და ცოტას ეს მუცელი მტკივა, უბრალოდ არ ვიცი რატომ მტკივა ეს მუცელი რა. ცოტას გავკატავდებით ვენის ქუჩებში და გავაგზავნებთ მერე გზას უკვე. აგერ არიან ჩვენი ლამაზმანი გოგონები. აი ესე. ეს არის ქართველ-ავსტრიული CB. ობა. CB 650. ანუ სულით ქართველი არის, просто ფიზიკურად ავსტრიელია რა. ესეთი ტიპი არის. დავაი, დავუჯდეთ ეხლა და გავუკატავდეთ. გუშინ იყიდა ლუისში მოტობოტები სპეციალური დავითმა და აგერ არის სპორტმოუჩი. სპორტმოუჩი, ხო. აი, არ ძვება. ნახე? არ ძვება. რა საბურავებს კლიკებზე დგას თუ რა არის ქვეშ? კი, აბა. ო, პირველად დავინახე ხა რომ თურმე ჩუსტებით მართავს თელი დღე ამ ბაიკს.
ხარ? რა ქვია შენ? ილია. ნახე ოიცა? აბა უთხარი გამარჯობა თქო ხელი დაუქნიე. გამარჯობა. სასიამოვნოა, ლადო. გამარჯობა. როგორ ძანდები? გამარჯობა, შენც გამარჯობა. ნაკაცებიანი. ნახე ის მოტოლები გონახი შენ. მაგარი მაისური გაცვია შენ. ძალიან მაგარი მაისური. გინდა კიდე ერთი ეგეთი გაჩვენო? აიცადე. ნახე ამას. რა აქვს აგერ? ზუსტად ერთნაირები გვაწვია, თო. აქ რა წერია, იცი? არ იცი? შენ რა ქვია? მე აქ რა წერია ვერ კითხულობ? ილია წერია. ოპა! აბა როგორია ეხა? კაი, ცოტა ხანი ბავშვებს ნახავთ ახლა. ჩავიღოთ ბავშვებს და მე კიდე ჩავწერ დანარჩენს. მე რო გავალთ აქედან. აკარი 50-იანი ზონა. ხო, ფესტივალია და პოლიცია დგას მოტოციკლეტები და ყველაფერი და რადარები. ოკეი. 50-ზე მეტი კარ გაიარა. ოკეი. სანამ ავტობუსი აფრთხილდა. ესე ჩემო მეგობრებო ვენის ტურის დასასრულს მე უახლოვდა ძალიან ყველაფერი ვარ ვენით ძალიან ლამაზი ლოკაციები ვნახე და მომეწონა აქაურობა თუ ავსტრიაში ვინმე ვენაში დააპირებს ჩამოსვლას ლაშას აქვს სასტუმრო აქ და დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს ქართველებს მოკლედ აქედან მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ლაშას მის საუსაყვარლეს ოჯახს 23 დღეა დღეს რაც წამოსული ვარ საქართველოდან თუმცა მართლა მგონია რომ ერთ წელზე მეტი არის გასული რაც წამოსული ვარ იმიტომ რომ ძალიან გაიწელა ეს თითოეული დღე ამდენ ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა გარემო ამდენი ადაპტაცია და მოკლედ არ არის მარტივი ეს ყველაფერი საცხოვრებლად რომ ავიღოთ მე მაგალითად ჩეხეთს უფრო ვარჩევდი ვიდრე ავსტრიას რაღაცნაირი ხვანაირი ახალგაზრდული ხალხი ცხოვრობს რა ჩეხეთში ავსტრია ცოტა არისტოკრატული ცოტა ზრდასრული უკვე რო აი ხანში შესული არა მაგრამ აი უკვე რო ჩამოყალიბებული გზაგაკვალული ხალხი ცხოვრობს ესე რომ ვთქვათ რა ხო აგერ არის ავსტრიის დროშაც და შეგვიძლია გავაგრძელოთ ავსტრიის დათვალიერება ჯერჯერობით მოდი აქ დავაკეთოთ აგერ აი ეს შვენიერი ადგილია იდეალური всё ავსტრიაც გვაქვს ეგ არის სად ვარ წავიდეთ სალცბურგისკენ რო გამოვედით იყო +53 გრადუსი სიცხე და ეხა აი აქ ვიყინებით ოღონდ მართლა ვიყინებით მის შეატრიალი კამერა გამოქვაბულში უნდა შევიდეთ სადაც არის მინუს რაღაცა გრადუსი და მე ვარ ტანგატროსიკით წამოსული. მეტი არაფერი არ მასვია და ესენიც ესე არიან წამოსულები. დედასუტირებ. წამოგახურებული ვარ. ძანცივა! ძანცივა! 53 გრადუსიდან რო გადმოდიხარ მანქანიდან რა. გარეთ 53 გრადუსი არის და ძალიან მაგრა რო გცხელა. და ამ დროს 2 საათი ფეხით დადიხარ სადღაც. თაში არიხარ და მე უცე ეხა მინუსი არ არის ვატრაკებ მინუსი აქ არ იქნება მაგრამ ძალიან ცივა არ ვიცი 10 გრადუსზე ნაკლები არის უეჭველი 10 გრადუსი ეხა აქ არ არის წავედით მალე ბიჭო გვირბინოს თორე გავიყინებით რაც უფრო სინათლე ჩანს მით უფრო ცოტა თბება ტემპერატურა რა ეს არის ავარაუდოდ გვირაბი მოკლე გასასვლელი რა შორტკატი არის ავარაუდოდ ეს და ამის შემოვლითი გზაც იყო სადაც ჩვეულებრივი სიცხე იყო და შეგეძლო იქიდან მოგიარა გზა მაგრამ უფრო გრძელი მანძილი უნდა გაგიარა და ჩვენ ახლა აშკარად შორტკატი გავიარეთ გაჭრილი გვირაბი არის
და ბოლოში სინათლე რო ჩანს, იქ სავარაუდოდ ისევ დაცხება. მაგრამ აი შუაში მაგარი ყინვა იყო. ძალიან ციოდა. მინიმუმ 4 კილო უეჭველი დავიკელი. მოვახციეთ საბაგირომდე, სადაც ახლა უნდა შევიდეთ და ავდივართ კიდევ უფრო ზევით. იქ საფეხმავლო გზაც არ არის დაშე. სასწაულია. просто მენდეთ რო ძალიან მაგარია. მეტი ვერაფერს ვერ გეტყვით. ლასტური ყოფილა. ანუ ბოლოები ვართ, ეხლა დღეს ვინც ამოვედით აქ და დღესო მეტი აღარ იქნებაო. მეთქი დაველოდოთ და საოცრად სასიამოვნო სუნი არის ამ კანალკაში. რაღაცა ვარდის სუნელი არის. იასამანთან შეჯვარებული. ისევ სიცივეში მოვიდით. Hello. აუ, просто ხედზე. ხედს გახედე სადუართ ჩემი. წავედით. ხალხი 4 კილო ხო დავიკელი აქამდე მოსვლამდე. მე გაბაგიროთი ამოვედით. ოღონ აი იმენა ესეთ კლდეზე და ეხა კიდე 20 წუთიო წინ უნდა იაროთო ფეხითო ბიჭო. ფუ. 2 საათია გზაში ვართ ოღონდ ფეხით. ფეხით ვიარ 2 საათი და უბრალოდ აი ამ კადრს შეხედეთ რა სილამაზეა. წვიმა იწყება თან და წინ გვაქვს კიდე 40 წუთი სასიარულო ფეხით. თან წვიმაში თან არაფერი არ მაწვია ფაქტიურად, იმიტომ რომ სანამ სადაც მანქანა დავაყენეთ პარკინგზე. იქ იყო პლუს 40 და რაღაცა გრადუსი. და ეხლა აქ ყინვაა ჩვეულებრივი. ვინახარ? შენ ვინახარ? მამა. ვინახარ? მეკინა. ოდიჩეთ. вообще არ მინდა ტუალეტში, მაგრამ აი აქ უნდა შევიდე ტუალეტში უეჭველი. ამა შეხედე ბიჭო. აქ რო არ მოვსა, ისე როგორ წავიდი აქედან ბიჭო. ვოუ. ყველაზე ლამაზი და მეჯიკ ტუალეტი არის, სადაც კი ოდესმე მომიქცია. და სუფთაც. წავედი. კარგად. ვემზადები ფსიქოლოგიურად მომავალი 1 საათი აქ როგორც წერია, უნდა გავატარო ყინულოვან გამოქვაბულში, სადაც არის 1400 კიბე, სადაც უნდა ვიყო სრულად ეკიპირებული, ანუ სრულად ჩაცმული, თუმცა აგერ კი მხედავთ როგორ გამოვიყურები, 0 გრადუსი არის. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც წელს გაგორთულეს, არის 0 გრადუსი. თქვენ კიდე ერთი სურვილი შემისვლათ, ხოლმე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ, დაწერეთ რაიმე ნებისმიერი სახის კომენტარი და მეტი мотиваცია გვექნება იმისთვის, რომ მეტი სიგიჟეები ვაკეთოთ. წავედით, ახლა იწყება ნელ-ნელა ტური. რაღაცა არის გაკეთებული, ეს კიბეებიც კი რო გაკეთებული არის. просто სიგიჟეა რა. ხალხი. ანუ ის მოსალოდნელად ამათ თან პროექტებელსაც და შემსრულებელსაც. ძალიან დიდი რესპექტი.
შევხედავთ გავართ 25 მეტრის სიმაღლის ყინულზე. აი ამას მიდარო ხელი მოკლდა ისე აუყო კიდეა შარ ხელს ვერ კიდე იმდენად გაყინულია რომ იმეყინება ზედ ხელი просто ничего პირველი ადამიანი ვიც აი ამ ტანსაც მე გაიჩნდა მადლობა მარიამ სუდიდეში ამისთვის უღრმესი მადლობა მარიამ არ დაგიწყე მარიამ უთხრა რომ თბილად ჩაიცვი ყინულებში მივდივარ ხო უბრალოდ არ უსმენდა მარიამს ძალიან მინდა რომ ჩემს უკონდენციონერო მანქანაში მცხელოდეს ახლა და ოფლიანი ვიყო. ძალიან მაგრამ ეგ არ გაჩვობს? ყველაზე მაღალ წერტილში ამ გამოქვაბულში და მოგვიყვა წეგან ჩვენმა გიდმა ისტორია რომ ალექსანდრ მორკია იყო ეგეთი პიროვნება ვინც პირველმა აღმოაჩინა ეს გამოქვაბული ზოგადად და ამ გამოქვაბულის აღმოჩენიდან ზუსტად ერთ წელიწადში პირველ მსოფლიო ომში ეს კაცი დაიღუპა რა და მისი ერთადერთი ბოლო სურვილი იყო ისო რომ ამ გამოქვაბულში კიდევ ერთხელ დაბრუნებული იყო და მოკლედ აი ამ ჯგუფმა ვინც უკვე ამ გამოქვაბულში აი ეს ინფრასტრუქტურა მოაწყო მათ მოიპოვეს მისი ნეშტი, გაუკეთეს კრემაცია და დააბრუნეს ისევ ამ გამოქვაბულში სამუდამოდ რომ ყოფილიყო აქ. აი აქ არის ალექსანდრ მორკის სასუფეველი, რომელიც სულ იქნება სამუდამოდ მთელი მისი რავი დარჩენილი ცხოვრება როგორ არის, მაგრამ როგორც აი ხარის თქვა მინდა იცი ჩემს უკვე ყველა არის დუბლიონკები და ბუშლატებში ჩაცმული მოკლედ რა ყველა არის ძალიან თბილად მე ვარ აი ესე შორტებით და ლიდერ სპორტის მაისურით გამოწყობილი ხო და აი ხა შენ რო ამ ვიდეოს უყურებ და მაგრა რო გცხელა და რაღაცა სნექს რომ მიირთმე დააჭირე რა გამოწერას რა მეტი არაფერი არ მჭირდება просто subscribe ჩვენი არხი და თუ გაგიხარდება რამე დააკომენტარე. მიზდოლობები არ იცით. ხო და ვიდეო უფრო საინტერესო რაღაცებსაც გადავიხეთ ცოტა ხანში. აი ეს არის საკაცი თუ ვიმე ვერ გაკაჩავს აქ ყოფნას რომ საკაცი თუ წაიყვანოს ვიდმე მაგრამ ვერ ხვდები როგორ შეიძლება რომ ვერ გაკაჩო აქ ყოფნა შეიძლება ცოტა ხანში შენ წაგჭირდეს ვუ 1-7 ვუ წავა ვოუ! უეჭველი გავწვიდები ერთი სული, მაგრამ მე ცხელი დავლიო. Oh! Whoa, fuck. Whoa! არ დაიწვა ახლა. Whoa! 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 Oh!
დღეს გვაქვს ავსტრიის ტურის ბოლო დღე. ამ წუთას ვართ სალცბურგში. ეს არის Red Bull-ის დიდი სათაო ოფისი ავსტრიის, სადაც არის მუზეუმი განთავსებული ასევე და ეხლა დავათვალიეროთ შიგნით რა ხდება Red Bull-ის ზოგადად სპორტის ისტორიაში, ტექნიკური სპორტის ისტორიაში, ესე ვიტყოდი. შიგნით არის ძალიან ბევრი რაღაც წარმოდგენილი. მე არ ვიცი, ეხლა შევდივარ თქვენთან ერთად და მოდი ერთად დავათვალიეროთ. არის Moto2-ის ბოლიდი, ნამდვილი რითიც იღებენ მონაწილეობას შეჯიბრში და კი KTM-ი არის იდეაში, მაგრამ აი აბსოლუტურად არაფერი ქარხნული არ აქვს, ყველა დეტალი არის კონკრეტულად Moto2-ისთვის შექმნილი და არა რაღაცა რომელიმე მოდელისგან აღებული. რა კონკრეტულად ამ მოდელისთვის არის შექმნილი თითოეული დეტალი, რასაც კი უყურებთ. თუმცა გარედან ვიზუალურად ესე თუ არ დააკვირდებით კამერით ძალიან ახლოდან, ძალიან რთულია ამის შემჩნევა. ფენის ნამდვილი მანქანა, რითიც იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებებზე, ღონისძიებებზე, იქ აყენია გასლესაც და ფეტელის მანქანას და ეხლა განახებს ნახეთ, ეს არის ძრავი, რომელშიც არის ხა მოტული და აი ესე გაფუჭდა. შეხედეთ როგორც მდგომარეობაში არის, ხედავთ, ესენი ასხავდნენ, არ ვიცი, მე რომელზეცია ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ნახე რაც მდგომარეობაში არის. ხა ამაში რომ მოტული ჩაესხათ, ხო გაცილებით დიდხანს ამუშავებდნენ ამ ძრავს და გაცილებით კმაყოფილებიც იქნებოდნენ და მეტი ცხენი ძალაც იქნებოდა თან ამ ძრავს. ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის შემომტანი საქართველოში და რომლებმაც ძალიან დიდი ხარდაჭერა გამოგვიცხადეს და გვერდში დაგვიდნენ იმისთვის, რომ აი ამ Red Bull-ის ანგარში მოვსულიყავით და მოვხვედრილიყავით და Verstappen-ის მანქანა ახლოდან გვენახა, რომელშიც ასხია ძალიან ცუდი ზეთი, არა მოტული. ეს არის Pierre Gasly-ის ბოლიდი, Alpha Tauri-ში როცა იყო შარშანდელი მოდელი რაც არის, შარშანი იბრძოდა, ამითი შარშან წინი გამოდიოდა უბრალოდ ღონისძიებებზე ამ მოდელი Pierre Gasly და აი ხა ჩვენ ზემოთ ხდება აი ეს, ნახე გადაიღე ბარემ 1958 წელს გამოშვებული თვითმფრინავი არის, რომელიც არის მუზეუმად გადაკეთებული. კი არა და შინ შეხვიდე და დაათვალიერო შეგიძლია როგორ აწარმოებდნენ 58 წელს თვითმფრინავებს. შენს უკან მიშ არის ეხა ვერტფრენი, რომელთაც დაფრინავდნენ მრბოლელები, რომელსაც ან გადაღება თუ ჭირდებოდა, თან სადმე გადაყვანა თუ ჭირდებოდა მრბოლელებს, აი ამ ვერტფრენით გადაყავდათ ხოლმე მოკლედ. აქეთ არის კიდე, არა ეს უკვე არის რაღაც სპორტული ვერტფრენი არის, ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ, ეს რა სპორტი არის ვერ მივხვდი, მაგრამ ვერტფრენით ეს რაღაცებს აკეთებენ და სადღაც დაფრინავენ, არ ვიცი რა გული აქვთ, ორი თავი აქვთ მე მგონი. და გარეთ არის კიდე გარეთ არის აეროპორტი, რეალური აეროპორტი ოღონდ რა. გვერდზე ჩვენგან მარცხნივ არის ახლა რეალური აეროპორტი, სადაც ვინც მოფრინავს სალცბურგში, მან ჩამოფრინდება და აეროპორტის მარჯვენა მხარე არის ასევე მუზეუმი. Red Bull-ის ანგარი არის ესეც, რომელშიც არის Red Bull-ის თვითმფრინავები, როგორც სპორტული ღონისძიებებისთვის, ისე პირადი მოხმარებისთვის, რასაც გამოიყენებენ ხოლმე, ეგ თვითმფრინავები. გამოვედით, მოვჭით სალცბურგის Red Bull-ის ანგარის დათვალიერებას. ამ მაისურისთვის ძალიან დიდი მადლობა Leader Sports, რომელიც არის ჩვენი გენერალური სპონსორი, თუმცა ძალიან დიდი მოდიში მაყურებელს ცოტა თეთრი არის. შეგით რაღაც ძაღლი იყო და ჩაუჯმუჯნე, არ ვიცი ვისი იყო, მაგრამ მე მგონი ზედ მაქვს ახლა მთელი ძაღლი. ეხლა გზას გავაგრძელებთ უკვე შვეიცარიისკენ და ვეცდებით თქვენს დაგათვალიერებინოთ შვეიცარიის ულამაზესი ლოკაციები. ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ არის ის, რომ უბრალოდ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო იმისთვის, რომ უფრო მეტად გავარდეს და უფრო მეტი ლოკაცია შევძლოთ, რომ ვნახოთ თქვენთან ერთად. გამოყვავით ჩვენს ვიდეოებზე და აკომენტარეთ თუ რაიმე კითხვა გექნებათ და დანარჩენს უკვე დაგათვალიერებინებთ შვეიცარიიდან. აბა დროებით, შევხვდებით შვეიცარიაში. დღეს 2025 წლის 24 ივნისია. დღე როცა კიდევ ერთი ოცნება ავისრულე. ამ ყოფილებაში ვართ.